სვანეთში ხაიში ჯერჯერობით ვერც ერთი ადამიანი ვერ იყიდეს, ვერ შეაშინეს და ვერ ათქმევინეს, რომ რაიმე ფულის სანაცვლოდ გაკიდნენ ეკლესიებს, გაწირავდნენ მათ დასატბორად, გაწირავდნენ სამშობლოს, მიწა-წყალს, საფლავებს, ბუნებას, გასაადგურებლად თურქეთში მეტი ელექტროენერგია გაიყიდოს. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა არის ხუთოხეთის პროექტზე უარის თქმა, ასევე დიდი გესების შენებლობის საკალათო დონეზე აკრძალვა, ისე როგორც ეს იყო ქართული ოსტების საარჩევნო დაპირებით გათვალისწინებული და ეს დაპირება თუ მან დაავიწყდათ, ჩვენ იმედია გვახსოვს და მეც როგორც მათი პროგრამის ავტორი ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ ეს არის პრინციპული საკითხი, ეს არ არის მხოლოდ ეკოლოგია, ეს არ არის მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობა, ეს არის ყველა ნორმალური საგანმანათლებლო ქართველის, საქართველოსშვილის და მსოფლიოს მოქალაქის პრობლემა. მიმაჩნია, რომ ყოველმა ადამიანმა, ყოველმა საგანმანათლებლო მოქალაქემ უნდა დღეს გააცნობიეროს რა საფრთხის წინაშე დგას წელი ქვეყანა. ეს არის უბედურება, რომ გრძელდება იმ გიგანტური ჰესების მშენებლობა, რომელიც უნდა აკრძალულიყო, ეს იყო ცხადი და ერთმნიშვნელოვანი განცხადება არჩევნებამდე გაკეთებული და მე ამოვისმენთ, მე დავიჯერე დაპირება, რომ აღარ იქნებოდა ეს მშენებლობები და მიხარობდა, რომ რა ბედნიერება აი ამას მოვესწარი. და თურმე ნურა ყოფილა წყვილი, ყოფილა ამომრჩევლის, არ ვიცი, შესწომაში შეყვანა თუ კიდე რაღაც უარესი ქვია ალბათ. და გამოგვიყენეს და იგივე აგრძელებენ. აღარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ხმა იმათ ეს და საერთოდ ვაინტერესებთ ხალხის აზრი. არ ამგონია, რომ იმათ მართლა აინტერესებს ვინც ხელისუფლებაში არის. გინდ აქეთ ხარეთ და გინდ იქ. ერთნაირები არიან თურმე. მე არ მინდოდა ამის დაჯერება, და წურწმუნდე. თუ მათ შორის პრინციპული განსხვავება არ არის. ხო და ჩვენ უნდა ვაიძულოთ, ჩვენი ხმა გაიგო. უნდა გითხრათ, რომ ხუთოხესი არ არის მარტო ერთი პროექტი. თქვენ თუ ნახავთ ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებას, რომელიც დათარიღებულია ამ წლის 22 აგვისტოთი, ნახავთ, რომ ხუთოხეს მოყვება დაახლოებით იმხელავე ხაის ჰესი, მერე ტობარი ჰესი, მერე ეს მარტო ენგურსე და შემდეგ ყველა მის შენაკადზე ფარი ჰესი, ნესკრა ჰესი, ნესკრა შენაკადებზე ნაკრა და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ნიშნავს, რომ ცოცხალი მდინარე აღარ რჩება სვანეთში და არა მხოლოდ სვანეთში. მოგიწოდებთ მიმართოთ გარემოს დაცვის სამინისტროს წერილი და მოითხოვოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა და წერილობით მიაწოდოთ თქვენი აზრი. ეს არის სამართლებრივი გზა. ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს ეს მთელი სვანეთის დაკვრას, როგორც მცოდნე ხალხი ამბობს ამას და ასევე სვანეთი როგორც ასეთი წაიშლება რა. ანუ აღარ იქნება ის გარემო იმ ხალხსაც ელემენტარულად არ იქნება იმის საშუალება, რომ თავის გარდაცვლილებთან საფლავებზე მივიდეს. ეს პოლიტიკა არის მცდარი, რასაც ახორციელებდა, ახორციელებს ახლა ეს მთავრობა. საქმე იმაშია, რომ ელექტროენერგეტიკის პოლიტიკის თავარ მიმართულებად მთავრობა მიიჩნეოდა და მიიჩნევს ჰიდროელექტროენერგეტიკას. ანუ მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურებზე უნდა იქნას გამომუშავებული ელექტროენერგია, როგორც თვითონ ამბობენ, 100%-ით უნდა დაეყრდნონ მას, რაც არის საფუძველშივე ცდარი. ენერგეტიკა ჭირდება, რა თქმა უნდა, ქვეყანას, ისევე როგორც ადამიანს ჭირდება კალორიები. მაგრამ ამ კალორიების მისაღებად მხოლოდ პურს ხო არ მიირთმევს ადამიანი, არა ის ნახულობს ამ ენერგიას იღებს სხვადასხვა წყაროებიდან. ასევე უნდა იყოს აქაც. აქ იგნორირებულია სხვა წყაროები, აქ იგნორირებულია ენერგოეფექტიანობის გაზრდა, რაშიდაც ძალიან დიდი რეზერვებია. აქ იგნორირებულია მათი შერწყმა, იმპორტი იგნორირებულია და ლაპარაკი არის მხოლოდ ერთ წყაროზე და პრომეტიც ლაპარაკი იმაზე, რომ აი ამ ერთი წყაროდან მათ უნდა გააკეთონ ექსპორტიც. რაც არის ცდარი. კიდევ მეორე ეს მოითხოვს ჩვენი მიწა-წყლის პირდაპირ მნიშვნელობით ჭამას, მაგრამ როდემდე